რაოდენობრივი ანალიზი რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში, სტანდარტული და სიღრმისეული. RIA საკითხები რაოდენობრივ ანალიზში მნიშვნელოვნად განსხვავდება სტანდარტულ და სიღრმისეულ შეფასებებს შორის. ტრენინგის ამ მოდულში ჩვენ გავივლით რაოდენობრივ ანალიზს სტანდარტულ RIA-ში, რაოდენობრივ ანალიზს სიღრმისეულ RIA-ში. საქართველოს მთავრობის 35 დადგენილების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის მეორე დანარჩი მოცემულია ის მიმართულებები, რომლითაც განსხვავდება სტანდარტული და სიღრმისეული RIA. სიღრმისეულ RIA-ში პრობლემის განსაზღვრისას უფრო ყოვლის მომცველად უნდა გამოიყენოთ რაოდენობრივი ანალიზის მეთოდები. საბაზისო სცენარიც რაოდენობრივი ანალიზის მეთოდებით უნდა იყოს აღწერილი. ალტერნატივების შემთხვევაში სასურველია შეძლების დაგვარად, არა მარეგულირებელი ალტერნატივების შემოთავაზებაც. გარდა ამისა, ზეგავლენის შეფასებისას სიღრმისეულ RIA-ს რაოდენობრივ ანალიზში უნდა გამოვიყენოთ ისეთი მეთოდები, როგორიც არის ხარჯთ-სარგებლიანობისა და ხარჯთ-ეფექტიანობის ანალიზი. ამ მეთოდებით უნდა მოხდეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ხარჯებისა და სარგებლის შეფასება. შედეგების შეჯამებისას აგრეთვე აუცილებელია მრავალკრიტერიუმიან ანალიზში გავითვალისწინოთ ხარჯებისა და სარგებლის შედეგები. რაოდენობრივი ანალიზი გამოყენებული უნდა იყოს სტანდარტულ RIA-შიც. ამ დროს საბაზისო სცენარში უნდა გამოავლინოთ ძირითადი ცვლადების ტენდენციები და ასახოთ ისინი ანგარიშში. მაგალითისათვის, თუ სტანდარტულ RIA-ს შესწავლის საკითხი ეხება შრომის ბაზარს, აუცილებელია წარმოაჩინოთ შრომის ბაზრის ტენდენციები, როგორიც არის დასაქმების ცვლილება ან საშუალო ხელფასის ცვლილება წლების მიხედვით. ზეგავლენის შეფასების ნაწილში აუცილებელია საჯარო ფინანსებზე ზეგავლენის იდენტიფიცირება და გამოთვლა. ხარჯების გამოთვლისას თქვენ უნდა მოახდინოთ იმ პოტენციური ხარჯების განფასება, რომლის გადახდაც სახელმწიფო ბიუჯეტს მოუწევს. აღნიშნული ხარჯების შეფასება მიმოხილული უნდა იყოს ანალიტიკურად და ითვალისწინებდეს როგორც ხარჯებს პერიოდების მიხედვით, ისე ხარჯების განაწილებას ადგილობრივ, სახელმწიფო და საქვეუწყებო ბიუჯეტებს შორის. ამ დროს კარგი პრაქტიკაა განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე ზეგავლენის რაოდენობრივი დახასიათება. მაგალითისათვის, თუ ზრდით მინერალური რესურსების მოსაკრებელს მცირედით სასურველია ნამეტი ხარჯები წარმოჩენილი იყოს ცალ-ცალკე, მცირე, საშუალო და დიდი მომპოვებლებისათვის. ამ დროს საინტერესოა ასევე ინდივიდუალური მომპოვებლების მიერ გადასახდელი თანხა, რაც შეგვიძლია დავახასიათოთ მინიმალური, მაქსიმალური და მედიანური ხარჯით. ეს RIA-ს მკითხველს მისცემს საშუალებას უკეთ შეიქმნას წარმოდგენა დამატებითი ხარჯების განაწილების შესახებ. სექტორში მიმდინარე ტენდენციების სტანდარტულ RIA-ში შეგვიძლია დავახასიათოთ აღწერითი სტატისტიკით. შეგვიძლია დავითვალოთ მონაცემების ყოველწლიური ზრდის ტემპები და განვსაზღვროთ ტენდენციები. ამ ტენდენციების საფუძველზე შეგვიძლია მოვახდინოთ ტენდენციის ექსტრაპოლაცია, გამოვითვალოთ ამავე ზრდის ტემპით რა შედეგს მივიღებთ მომავალში. სექტორში მიმდინარე ტენდენციების წარმოჩენისას შეეცადეთ, რომ საკითხს მიუდგეთ ანალიტიკურად და გაითვალისწინოთ ის საკითხები, რომლებიც საინტერესო იქნება მკითხველის ან გადაწყვეტილების მიმღებისთვის. მაგალითისათვის, თუ შეისწავლეთ გარემოს დაბინძურებას კონკრეტულ ქალაქში, შესაძლოა საინტერესო იყოს არა მხოლოდ დაბინძურების მთლიანი მაჩვენებელი, არამედ დაბინძურება ერთ სულ მოსახლეზე. ტენდენციის ექსტრაპოლაციისათვის საჭიროა ინდიკატორის გრძელვადიანი ზრდის ტემპის დაცვა სლაიდზე მოცემული ფორმულით. ინდიკატორის მნიშვნელობა T პერიოდში უნდა გავყოთ ინდიკატორის მნიშვნელობაზე პირველ პერიოდში. ავიყვანოთ ერთი შეფარდებული პერიოდების რაოდენობის ხარისხში და გამოვაკლოთ 1. მოცემული მეთოდი წარმოადგენს გეომეტრიულ პროგრესიით ზრდის ტემპის გამოსათვლელ ფორმულას. ეს მიდგომა გამოიყენება იმიტომ, რომ ზრდის პროცესი უწყვეტია და სასურველია მისი ტემპი სწორედ პროცესის უწყვეტობიდან გამომდინარე დავითვალოთ. ექსტრაპოლაციისას ყოველი მომავალი პერიოდისთვის მაჩვენებელი იქნება მიმდინარე პერიოდის მაჩვენებლის გამრავლება შეფასებულ ზრდის ტემპზე. ეს მოცემულია სლაიდის ქვედა ფორმულაში. ექსტრაპოლაციისთვის საჭირო ზრდის ტემპის და შემდგომ უკვე მონაცემების მომავალი მაჩვენებლის გამოთვლის ფორმულები შეგიძლიათ მარტივად ააწყოთ Excel-ში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტანდარტულ RIA-ში ზეგავლენის რაოდენობრივი შეფასება ძირითადად ხდება საჯარო ფინანსებზე. საჯარო ფინანსებზე რაოდენობრივი ზეგავლენის შეფასებისას პასუხი უნდა გასცეთ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას. რა ტიპის ზეგავლენაა? პირდაპირი თუ ირიბი და რა მასშტაბისაა ის რაოდენობრივად? მაგალითად, მოსაკრებლის ზრდას ექნება პირდაპირი დადებითი ეფექტი სახელმწიფოს ბიუჯეტზე, თუ ისეთ რეგულაციას გავატარებთ, რაც კომპანიების ხარჯებს გაზრდის, მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავლების შემცირდება, ანუ გვექნება უარყოფითი ირიბი ზეგავლენა საჯარო ფინანსებზე.
რომელ ბიუჯეტზე ხდება ზეგავლენა, ადგილობრივზე, თვითმმართველობის თუ უწყების ბიუჯეტზე. მაგალითად, თუ ქონების გადასახადის დათვლის მეთოდში შევიტანთ ცვლილებას, მივიღებთ პირდაპირ ზეგავლენას თვითმმართველობის ბიუჯეტზე. საჯარო ფინანსების ეფექტებთან ერთად ასევე სასურველია ცალკე გამოვყოთ ზეგავლენა მოწყვლად ჯგუფებზე, ან ისეთ ჯგუფებზე, ვისზეც რეფორმა ახდენს გავლენას. ამ მხრივ საინტერესო შესაძლოა იყოს ზეგავლენა ბიზნესის ზომის მიხედვით, მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესზე. მაგალითად, თუ ახალი მოსაკრებელი შემოგაქვთ, საინტერესო იქნება გამოითვალოთ, თუ რა რაოდენობის დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესს. სიღრმისეულ რიაში მონაცემების ანალიზი ბევრად უფრო ყოვლისმომცველი უნდა იყოს, ვიდრე სტანდარტულში. ანალიზისას უნდა გაითვალისწინოთ სექტორების ზრდის ტემპები და აჩვენოთ არსებული ტენდენციები. შეძლებისდაგვარად სასურველია გამოყენებული იყოს სტატისტიკური ანალიზის მეთოდები, რომლითაც დგინდება სხვადასხვა ცვლადებს შორის კორელაცია ან ურთიერთდამოკიდებულება. მაგალითად, თუ ვიცით სახლში ჰაერის დაბინძურების ზრდა, რამდენად ზრდის სიკვდილიანობას, 100,000 ადამიანზე მონაცემების ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ასახული უნდა იყოს რიას ანგარიშში. სიღრმისეულ რიაში ასევე შეძლებისდაგვარად გამოყენებული უნდა იყოს არსებული სტატისტიკური პროგნოზები, რომლებიც გამზადებულია სხვადასხვა კვლევითი ან სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ. მაგალითად, თუ ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვანი ცვლადია ჩვენი რეფორმისათვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. იმ შემთხვევაში, თუ რია განსაკუთრებულად დიდი ზეგავლენის რეფორმას ეხება საბაზისო სცენარის ჩამოსაყალიბებლად, შესაძლოა ცალკე შეიქმნას პროგნოზირების მოდელი ან მოხდეს ცალკე კვლევის შეკვეთა. რიას პროცესში კვლევის აუთსორსინგი აპრობირებული მიდგომაა საერთაშორისო პრაქტიკაშიც. სიღრმისეული რია ზეგავლენის შეფასების ნაწილში აუცილებლად უნდა მოიცავდეს ხარჯსარგებლიანობის ანალიზს. ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, როგორც წინა მოდულში გავიარეთ, ახდენს ეფექტების შეჯამებას და გადაყავს ისინი ერთიან მონეტარულ საზომ ერთეულში. ამ დროს აუცილებელია ზეგავლენის შეფასების თავში დეტალურად იყოს აღწერილი ხარჯსარგებლიანობის ანალიზის მეთოდოლოგია. აუცილებელია ამ მეთოდოლოგიაში დეტალურად იყოს აღწერილი ყველა დაშვება, რომელიც განხორციელდა ეფექტების გამოთვლისას და მონეტიზაციისას. ასევე განხილული უნდა იყოს ამ დაშვებების მიზანშეწონილობა. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ანგარიში ნაჩვენებია ხარჯსარგებლიანობის ანალიზის ძირითადი ინდიკატორები. ესენია ხარჯებისა და სარგებლის დაყვანილი მიმდინარე ღირებულება, რომელიც გამოთვლილი უნდა იყოს პერიოდების მიხედვით. წმინდა დაყვანილი ღირებულება, ანუ სარგებლისა და ხარჯის დაყვანილი ღირებულებების სხვაობა. სარგებლისა და ხარჯის თანაფარდობა. გარდა ამისა, ალტერნატივებიდან გამომდინარე ხარჯსარგებლიანობის ანალიზი შესაძლოა გვაძლევდეს სხვა დამატებით ინდიკატორებს, რომელიც მოდელირების შედეგად გამოითვლება. დამატებითი ინდიკატორები შესაძლოა საინტერესო ინფორმაციას აძლევდეს გადაწყვეტილების მიმღებებსა და დაინტერესებულ მხარეს. მაგალითად, თუ რიაში ალტერნატივა შეეხება სახელმწიფოს მიერ ახალი სუბსიდიების პროგრამის შექმნას, საინტერესო იქნება მოდელით შეფასებული სუბსიდირებული პროდუქტის გაყიდვის მოცულობები წლების მიხედვით. ნებისმიერ ხარჯსარგებლიანობის ანალიზს აუცილებლად თან უნდა ახლდეს შედეგების მდგრადობის ანალიზი. ჩვენი დაშვებების უმრავლესობა განუსაზღვრელობასთან არის დაკავშირებული. მდგრადობის ანალიზის შედეგად გაანალიზებული უნდა იყოს, თუ როგორ შეიცვლება მოდელის შედეგები დაშვებების ცვლილებების პირობებში. ხარჯსარგებლიანობის ანალიზზე საუბრისას საჭიროა დეტალურად განვიხილოთ ამ მეთოდის ძირითადი შედეგი, წმინდა სარგებლის დაყვანილი ღირებულება. წმინდა სარგებლის დაყვანილი ღირებულების გამოთვლა საჭიროა, რადგან ერთი და იგივე თანხა მიღებული ან დახარჯული სხვადასხვა პერიოდებში ერთმანეთს არ უდრის და მათი პირდაპირ შეკრება მცდარ შედეგს გვაძლევს. ეს მომდინარეობს იქიდან, რომ ფულის მსყიდველთ უნარიანობა პერიოდებს შორის იცვლება. გარდა ამისა, ფულს აქვს ალტერნატიული ღირებულება, ანუ პოტენციურად ეს თანხა შესაძლოა სხვა მიზნებისთვის დახარჯულიყო. შედეგად აუცილებელია ამ ორი ფაქტორის გათვალისწინება და სხვადასხვა პერიოდში გაწეული ხარჯისა და მიღებული სარგებლის ღირებულების ერთ საზომში გადაყვანა. წმინდა დაყვანილი ღირებულების გამოთვლის ფორმულა მოცემულია სლაიდზე, სადაც B სარგებელს აღნიშნავს, ხოლო C ხარჯს. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ დისკონტირებისას ჩვენ ხარჯს და სარგებელს გარკვეული ოდენობით, დისკონტის ფაქტორით ვამცირებთ. ასევე მნიშვნელოვანია იმასაც დააკვირდეთ, რომ თითოეული პერიოდისათვის ხარჯიც და სარგებელიც ერთი და იმავე დისკონტის განაკვეთზე იყოფა.
ანუ ხარჯსარგებლიანობის მოდელში ყოველთვის ერთი დისკონტის განაკვეთი გვაქვს ყველა პერიოდისათვის. ყურადღება მიაქცეთ იმასაც, რომ უფრო გვიან გაწეული ხარჯები უფრო დიდ რიცხვზე გაიყოფა, რადგან ყოველ პერიოდში დისკონტის განაკვეთი აგვყავს პერიოდის შესაბამის ხარისხში. დისკონტის განაკვეთის სწორად შერჩევა აუცილებელია და RIA-ს დოკუმენტში იდენტიფიცირებული უნდა იყოს. თუ როგორ შეირჩა ესა თუ ის განაკვეთი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაზღვრული აქვს საინვესტიციო პროექტებისთვის დისკონტის განაკვეთის დონე. პრაქტიკაში შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ამ მაჩვენებლითაც. ანგარიშში ხარჯსარგებლიანობის ანალიზის ნაწილის წაკითხვისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უნდა მიაქციოთ ყურადღება. რამდენად სწორად არის ხარჯები და სარგებელი განაწილებული პერიოდების მიხედვით. ამ ნაწილში შეცდომამ შესაძლოა გამოიწვიოს ანალიზის საბოლოო დასკვნის ცვლილება. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, თუ ხარჯები განაწილებულია უფრო გვიან პერიოდებში, ხოლო სარგებელი უფრო ადრეულ პერიოდებში. რამდენად სწორად არის დისკონტის განაკვეთი შერჩეული, რადგან წმინდა მიმდინარე ღირებულების ცვლილება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დისკონტის განაკვეთზე. ხარჯსარგებლიანობის მოდელი შეიძლება იყოს ნომინალურ ან რეალურ მაჩვენებლებში, ანუ ფასები მოდელში იცვლებოდეს პერიოდების მიხედვით, ან თანხების მსყიდველთუნარიანობა იყოს მუდმივი. ამ დროს აუცილებელია სწორი დისკონტის განაკვეთის გამოყენება. ნომინალური ფასების შემთხვევაში გამოიყენეთ დისკონტის განაკვეთი, რომელიც მოიცავს ინფლაციას. უმეტეს შემთხვევაში უფრო მოსახერხებელია მოდელი იყოს რეალურ მაჩვენებლებში და მოხდეს მისი დისკონტირება რეალური საპროცენტო განაკვეთით. რეალური საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს, გამოკლებული ინფლაციის დონე.